მოიცა, მაიკას გამოვისწრებ რა. God damn it, Fofra. You need to be prepared. ვაფშე გადაუმა გინდა, მეც უკან გიტარას ჩამოვიდებ, ბაჭო. მოგესალმებით, ჩვენ გიბრუნდებით პოდკასტის მესამე ეპიზოდით. როგორც წინაზე გითხარით, მე და სანდრო ვართ პოდკასტის უბრალოდ ჩვენი ტრაიბის წევრები, ჩვენ ვართ ეს ტრაიბი და დღეს მთავრები. კი და დღეს გვინდოდა რომ ჩვენ გვესაუბრა მუსიკაზე, რა არის მუსიკა ჩვენთვის, თან მე და სანდროს იმის, ძალიან ბევრი საერთოც გვაქვს და სხვადასხვა გვაქვს მუსიკალურ გემოვნებაში და ჩემი აზრით ეს საუბარი ძალიან საინტერესო გამოვა. დავაი, აბა ფოფხა რა მუსიკას უსმენ დააგდე. მე უნდა ვაღიარო რომ 10 წლამდე უსმენდი რიანას, კეითი პერის, ლეიდი გაგას და მსგავს მუსიკას, მაგრამ 10-ის რო ვიყავი. Come on, man. მაგრამ 10-ის რო ვიყავი, ჩემ ცხოვრებაში კარი გაიხსნა, ამ კარს ქვია მეტალი და როკი. დავიწყე როკის მოსმენა და უკვე 8 წელია საკმაოდ აი ეს აქტიურად უსმენ ამ ჟანრს, შენ? მე სხვა ბევრი სხვა მიქსი მაქვს, ერთი პერიოდი რავი, როკი ნავსებოდა ძალიან რა. მეტალი და რამე, რაც ახლა შენ უსმენ. მე რავი, მე გავიზარდე, 14 წლის ასაკში არ ჩავშჩი. Thank you, man. Thank you. რავი. ეხლა სხვა რაღაცას უსმენ, მაგალითად ვაიკინგ მუსიკა თუ გაიგიოდეს მე რა. კი, მეც ძალიან მიყვარს ნორდიკ მეტალი და მსგავსი. აი დანჰაიმი. ხო, ზუსტად ეგეთი რაღაცები. ვარდუნა, რავი, დანჰაიმის ძალიან კაია, სკალდის კაია. ეგ ყველაფერი არის. იმდრეს იყო. ხო. ისმენ. იმდრეს იყო ისა ვიდეოს უყურებდი რომ რაღაცის ის ერქვა ის მუსიკას. და კარჩეთ მომენტი იყო რა, წელი რომ ეს ვიკინგები შეიჭნენ იმაში, რა ქვია, სოფელში და კარჩ მან ყველგები და რაღაცები რომ მიდიოდა რა და ძალიან საინტერესო სტილში იყო გაკეთებული იმ პონჩი რომ caveman paintings გადა ძალიან. და უყურებდი რა, მე god damn, savage-ები არიან ხოეხეზე, აღარ მოგვიყვას მუსიკა რაღაცა რა, დამიბრუნდა ეხა ესო მუხტი. და ეგ თან ძალიან, აი ხა შენ ძალიან საინტერესო თემა შემოიტანე. შენ that's Misho. რა არის? პოდკასტი რო თქვენ აპლოდებს.